კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული მევენახეობა მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში უნივერსიტეტები მშვიდობისათვის ფორუმის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და უკრაინის დიპლომატიურ აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა. Сегодня мы подписали с Кавказским международным университетом соглашение о сотрудничестве, соглашение между Дипломатической академией Украины. Оно называется «Меморандум о взаимопонимании и развитии научных связей». То есть этим меморандумом определено ряд целей, в которых мы будем сотрудничать в дальнейшем. Это, во-первых, обмен студентами, взаимодействие между нашими научными центрами, нашими преподавателями, то есть это может быть как взаимный обмен, также это может курс лекций на взаимных основах, то есть между нашими преподавателями, между вашими. Меморандумს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და უკრაინის დიპლომატიური აკადემიის რექტორის მოადგილემ მოაწერეს. მემორანდუმის დადების ცერემონიალს უნივერსიტეტები მშვიდობისათვის წევრები თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ესწრებოდნენ. გირესუნის უნივერსიტეტში 5 წლის წინ შეიქმნა მოძრაობა უნივერსიტეტები მშვიდობისათვის. ჩვენი უნივერსიტეტი გახდა ამ მოძრაობის ძალიან აქტიური წევრი. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ყველა კონფერენციაში, რომელიც ამ ეგიდით ჩატარდა და დღეს საქართველოში გადმოინაცვლა ამ ფორუმმა და თბილისში ჩატარდა კონფერენცია უნივერსიტეტები მშვიდობისათვის. ჩვენი უნივერსიტეტიც არის აი ამ მოძრაობის აქტიური წევრი და აქ კონფერენციებზე ხდება მეცნიერული განხილვა, რა როლი შეუძლიათ ითამაშონ უნივერსიტეტებმა, უნივერსიტეტების შორის არსებულმა კავშირებმა, რომ მათ ხელი შეუწყონ მშვიდობის დამყარებას და ტერორიზმის დამარცხებას თელს მსოფლიოში. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ სტუმრებს მარანი დაათვალიერებინა. მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. კახაბერ კორძაიამ სტუმრებს მარანი კოლხის ორი სახეობის ღვინო უსახსოვრა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრ უნივერსიტეტთან გავაფორმეთ ხელშეკრულებები. ეს არ არის ფარატინი ხაღალდები, ეს ხაღალდების მთელი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ გავავითაროთ ჩვენ თანამშრომლობა სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და დღეს პირველად დაიდო ხელშეკრულება დიპლომატიურ აკადემიასთან, რომელიც ფაქტობრივად არის უწყება უნივერსიტეტი, რომელიც ექვემდებარება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ანუ სახელმწიფო ფაქტობრივად უნივერსიტეტის სახელმწიფო სტრუქტურის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია არის მათ დაქვემდებარებაში. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ უნივერსიტეტის სტუდენტებს მომავალში მიეცემათ საშუალება რომ მიიღონ დამატებითი განათლება, ესე იგი, მაგისტრატურაში და დოქტორანტურაში.